გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, ეს Wellness პოდკასტია ჯანსაღყვებაზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ჩემი სტუმარია ნინო ასათიანი, ციფრული ფსიქოლოგიის კონსულტანტი და ასევე ტრანსფორმაციული კოუჩი. ნინო, როგორ ხარ? კარგად, თაკო, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია, დამავიწყდა თქმა, რომ ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ ჩემი Wellness პოდკასტი და ზარიზღილაკსაც დააჭირეთ ხელი, რომ არ გამოტოვოთ მომდევნო ეპიზოდი. ნინო, ძალიან მიხარია ჩემთან რო ხარ. ძალიან მიხარია. ამასთან ერთად მე შენთან გავიარე, ესე იგი, კონსულტაცია და გავაკეთეთ ჩემი პირადი პროგრამა, ხო სწორად ვამბობ? კი, გაიგერა არის ჩემი პირადი პროგრამა რა არის და ვარ ძალიან კმაყოფილი. და მინდა რომ მაყურებელმაც გაიგოს, ესე იგი, ამ სიუცაის შესახებ. და მოდი ავხსნათ, მე პირადად ესე ნუმეროლოგია მქონდა, თქვათ, გაგებული და სიუცაი არ ვიცოდი რა იყო და მაყურებელსაც ავხსნათ, თქვათ, თუ პირველად ესმის რა არის ეს? დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. სიუცაი ჯერ პირველად რო გვესმის ძალიან ისეთი გაუგებარი სიტყვა, თუმცა ეს არის ახალი სწავლება, რომელიც მოიცავს თავის თავში ნუმეროლოგიასაც, მაგრამ გარდა ამისა ფსიქოლოგიას, ფსიქოსომატიკას და აი კარგად არის შეკრული მთლიანად ადამიანის ბუნების შესახებ და მოწყობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია. აქ არაფერი ისეთი ახალი არ არის, უბრალოდ ძალიან კარგად არის აწყობილი სტრუქტურულად იმისთვის, რომ აი რაღაცნაირად user manual გვიჭირავს ხელში ჩვენი თავის, აი რა პროგრამაში ვარ დაბადებული და ეს პროგრამა არის გაწერილი როგორც კოდი ჩვენს დაბადების თარიღში. არის ეს კავშირი მათემატიკასთან? მათემატიკასთან უბრალოდ ციფრები, თუმცა ეს ციფრები არის აბრევიატურა ენერგიების. და ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ენერგიაა ამ სამყაროში და სულ გვაქვს 9 ენერგია და ციფრები უბრალოდ გამოსახულება ამ ენერგიების. და მოდი ახლა აი უფრო პრაქტიკულად წავიდეთ. თქვა თეორიული ნაწილი გასაგებია, მაგრამ ხარ დავიწყოთ პირდაპირ, თქვათ, როგორ უნდა მივხვდეთ, რომელი, თქვათ, ენერგია ვართ, ანუ რა ციფრი ვართ და საერთოდ რა პროგრამა გვაქვს და რომ მოვყვებით, გონია რომ მაყურებელიც საკუთარ თავზე გააკეთებს პარალელს. ყველას ძალიან აინტერესებს საკუთარ თავზე გაიგოს უფრო მეტი და თვითშემეცნება პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ შემდეგ მოვიპოვოთ ის რისკენაც ყველა მივისწრაფით, ეს არის ბედნიერების შეგრძნება. ბევრს ერევა და აი წარმატება გონიათ რაღაცა მატერიალური სამყაროს მოპოვება ან სტატუსი, მაგრამ რეალური წარმატება გაიზომება იმაში, თუ რამდენად ბედნიერები ვართ. ეთანხმები. სიუცაი მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას და აი როგორც რო წარმოვიდგინოთ, ჩვენ დაჯერებებს თუ როგორ უნდა იყოს, განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორები, რომელიც ჩვენს დაბადების თარიღშია გაწერილი. ანუ წმენა წარმოდგენებს? აი როგორ უნდა იყოს? აი შენ თუ გჯერა რომ ყველაფერი უნდა იყოს კომფორტული, ეს იმიტომ რომ 6-იანია შენი გასაგებია. ანუ და რა გვანადგურებს, როცა რაღაცა ისე არ არის, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია და როგორც ჩვენ დაჯერებებში ადამიანს ანადგურებს ეგოიზმის პროგრამა და ეგოცენტრიზმი. ეს არის ყველაზე დიდი უმეცრება, როცა ადამიანს გონია, რომ მხოლოდ მისი დაჯერებების მიხედვით უნდა იყოს ყველაფერი. რა ქმნის ამ დაჯერებებს? რატო გვეშინია რაღაცეების, საიდან მოდის ეს ჩვენი ფიქრები? ყველაფერი არის გაწერილი ჩვენს დაბადების თარიღში და არის სხვადასხვა მონაცემი. პირველი არის ცნობიერის ციფრი, ეს არის ჩვენი ეგო. და ეს არის ჩვენი დაბადების დღე. აი თუ დავიბადეთ 18 რიცხვში, 1-ს მიმატებული 8 უდრის 9-ს, ანუ 9-იანი არის ჩვენი ცნობიერის ციფრი. შემდეგ უკვე მოდის ჩვენი მატრიცა და კომპეტენციები, რითიც დავიბადეთ და ეს არის ჩაშლილი ყველა ციფრი ჩვენს დაბადების თარიღში. და კონსულტაციაზე გახსოვს მე განახე, რომ იცი შენ რა კომპეტენციები გაქვს და რისთვის დავიბადეთ, რომ შევავსოთ ეს მატრიცა, დავიმუშაოთ კომპეტენციები, რომელიც გვაკლია. ჩემი მასწავლებელი ამბობს ხოლმე, რომ შეიძლება 200 წელი არ გვეყოს ამისთვის, თუმცა იმისთვის ვიბადებით, რომ ეს გავაკეთოთ და 33 წლამდე გვეძლევა განსაკუთრებით აქტიურად ეს დრო, იმიტომ რომ 100%-იანი ენერგია გვაქვს და 100%-ით აი ცნობიერის ციფრის ენერგიის ქვეშ ვართ. შემდეგ უკვე გვერდება მისია 33 წლის ასაკში და ჩვენ ვკარგავთ ჩვენი ენერგიის 70%-ს. და ზუსტად მისიის ჩართვის შემდეგ ირთვება უკვე პროფესიული ორიენტაცია, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ ვაგენერიროთ ენერგია.
ასევე ძალიან დიდ გავლენას ახდენს სახელის ენერგია და პირადი წელი. პირადი წელის გამოთვლა ძალიან მარტივია, ეს არის დაბადების დღეს, დამატებული დაბადების თვე და დამატებული მიმდინარე წელი. ყველა ციფრს სათითაოდ ვაჯამებთ და ერთეულამდე ვამრგვალებთ. მისია არის სრული დაბადების თარიღის ჯამი. აი ყველა ციფრი რომ დავაჯამოთ და დავამრგვალოთ ერთეულამდე და მისია რეალურად ხდება წამყვანი ენერგია უკვე 33 წლის შემდეგ. მოდი, აგვიხსენი შენ შემთხვევაში რა გავლენა იქონია? იმის შემდეგ რაც გაიგე, რა იყო შენი მისია და მაქამდე თუ იცოდი და თქვა რა ცვლილებები, ტრანსფორმაცია მოგიტანა ამ ყველაფერში. სხვათა შორის საბედნიეროდ მისია 4-ის, მე ყველა მისიებზე ვიტყვი რა არის რეალიზაცია, მაგრამ რომ გავიგე რა არის მისია 4-ის რეალიზაცია, ეს არის მარკეტინგი, კრეატივი, ნოვატორობა და ცოდნის გადაცემა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ISM-ში სპეციალიზაციად მქონდა არჩეული მარკეტინგი. ინტუიცია. ალბათ. აი, კიდე კარგი, იმიტომ რომ 33 წლამდე უნდა დავიმუშაოთ ის კომპეტენციები და მივიღოთ ცოდნა, რომ 33 წლიდან ვიყოთ სწორ რეალიზაციაში. იმიტომ რომ მაგალითად მისია 1-ისთვის, აი სრული დაბადების თარიღის ჯამი თუ არის 1, სწორი რეალიზაცია არის მენეჯმენტი და მართვა, მაგრამ თუ ადამიანმა ეს არ იცის და ცოდნა არ აქვს, მაშინ უნდა ისწავლოს ესე გამოდის, ხო? გამოდის რომ უნდა ისწავლოს და ამიტომ გვიანი მაინც არ არის, მოდი. არასდროს არ არის და აი ერთ-ერთი ჩემი ადამიანი ვინც მოვიდა კონსულტაციაზე შარშან, მაგალითად მისია 6 ჩაერთო ამ გოგონას და რომ ვუთხარი რომ ეს არის ფსიქოლოგიის მისია და ძალიან მაგარი ფსიქოლოგები გამოდიან, მითხრა რომ ანუ მთელი ცხოვრება ოცნებობდა ფსიქოლოგიას და ჩააბარა 35 წლის ასაკში და დაიწყო სწავლა, იმიტომ რომ იცის რომ იქ არის მისი რეალიზაცია. მოკლედ შემიძლია მისიებზეც ვისაუბრო, ხო? ანუ ჩვენით ვერ მივხვდებით, ხო, რა მისია გვაქვს, ანუ ეგ შენ უნდა კი, ძალიან მარტივია გამოთვლა. ყველა ციფრი, ანუ დაბადების დღე, თვე და წელი რომ დავაჯამოთ, მაგალითად, ჩემი დაბადების თარიღი არის 18 ივლისი 1986 წელი, ჯამში რომ დავამრგვალოთ ერთეულამდე და გამოდის 4. გასაგებია. ყველა შეუძლია. კი. და თუ ადამიანი არ არის სწორ რეალიზაციაში, ამ შემთხვევაში მუდმივად არის მორალში და თავის ენერგიას ვერ აგენერირებს და კარგავს სხვა ადამიანის განსჯაზე, განხილვაზე და ასე შემდეგ. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. იმ 80%-ში. იმ 80%-ში. მოდი ავხსნათ რა არის ეს. კი, ავხსნათ, ეგ ძალიან საინტერესოა, რომ დავინახოთ მე ვისად ვარ. შორის ძალიან დამეხმარა რაღაც დიდი სურათის დანახვაში და აღქმაში. მოუყვეთ მაყურებელსაც. კი და აი well-being-ის მიმართულებაზე როცა არის საუბარი, აი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პირდაპირ ახსნის, ხო, რა არის well-being-ი? ეს არის პირველ რიგში სხეულის ჯანმრთელობა, შემდეგ ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ჩვენი დაჯერებები და უკვე სოციალური ურთიერთობები. სუცაი ფარავს ამ ყველა ასპექტს და გვიხსნის, რომ სხეულის დისციპლინის გარეშე ჩვენ ვერ ვწევთ ენერგიას იმისთვის, რომ ვმართოთ ჩვენი ფიქრები და ემოციები, იმისთვის, რომ შემდეგ ვიმოქმედოთ ანალიზით და დავაჩელენჯოთ ჩვენი დაჯერებები, იმიტომ რომ ხშირად არ არის ჩვენი დაჯერება ის, რაც აუცილებლად უნდა იყოს და იმისთვის, რომ შემდეგ დავალაგოთ ურთიერთობები, იმიტომ რომ ყველა შესაძლებლობა მოდის კომუნიკაციიდან. რა თქმა უნდა. აი რომ შევეხოთ მისიებს, ხო? აი მისია 1 მუდმივად მისწრაფის, აი სტატუსისთვის იერარქიაში, იმისთვის რომ ყველაფერი იყოს ისე როგორც მას სურს. და რომ გეუბნება ეს არის შენი პროგრამა და ილუზია და მოდი დაზოგე ენერგია და წაიღე ეს ყველაფერი რეალიზაციაში, რაც არის მენეჯმენტი, მართვა და გახდი სხვა ადამიანების წარმატების მიზეზი ამ შენი უნიკალური პოტენციალით, რაც მოგეცა. შენთვის უკვე რაღაცნაირად გასაღები გიჭირავს ხელში, რა უნდა გააკეთო. პარეტოს პრინციპით დედამიწაზე ადამიანები იყოფა 80-20-ზე. და იმისთვის რომ დავინახოთ სად ვართ ენერგიის დონის ნაწილში, ძალიან კარგი საშუალებაა, იმიტომ რომ ეს 80% ადამიანების არის წარუმატებელი და რას ნიშნავს? არ არიან სწორ რეალიზაციაში. მუდმივად თავის ენერგიას კარგავენ სხვა ადამიანების განსჯაზე და განხილვაზე და საკუთარი თავის რეალიზაციისთვის ფაქტიურად ენერგია არ ყოფნის. ანუ იქაც 3 ნაწილი 10%, 20% და 30% ადამიანებს რა ენერგია აქვთ. შემდეგ უკვე აი 20%-ში არიან ადამიანები, ვინც აკეთებენ ანალიზს. იქაც დაყოფა 13, 2, 2, 3, ხო?
ეს 80% თუ მუდმივად ემოციებზე დაყრდნობით და ჭორებზე დაყრდნობით ცხოვრობს და აბსოლუტურად ენერგია არ აქვს იმისთვის, რომ ობიექტურ რეალობაში გამოვიდეს და ანალიზი ჩართოს, ის 20% ზუსტად ამას აკეთებს. და იქ 13-2-2-3 დაყოფა რას ნიშნავს, რომ 13% ადამიანების მუდმივად იყენებს ანალიზს მოქმედების ინსტრუმენტად. ანუ გაცნობიერებული აქვს ეს ყველაფერი, თუმცა მათთვის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ძალიან მარტივია ისევ 80%-ში დაბრუნება. კი. ის რასაც ქმნის ეს 20%, ეს 80 ემოციებზე ყიდულობს. ეს უნდა კარგად გაგვესმოდეს. ანუ ერთმანეთთან არიან კავშირში, ხო? იცი რა, იმათ შეფასებაზე არიან დამოკიდებული. 13% აი იმ ადამიანების 20%-ში ძალიან დამოკიდებულია, აი გარე როგორ შეაფასებს, მოკლედ და ამ შემთხვევაში უკვე ძალიან მარტივია იმ 80%-ში უკან გადავარდნი. 2-2-3 ეს ადამიანები 2%, 2% და 3%, აი იქ უკვე არის ზე ობიექტური რეალობა, რასაც ქვია, მიზანშეწონილობა. ის ადამიანები აღარ არიან დამოკიდებული შეფასებაზე. და როგორ არის ეს ბრძენი ადამიანები და 3%-ია სულ ბედნიერი დედამიწის მოსახლეობის, რომელიც სრულად ახდენს საკუთარი პოტენციალის რეალიზაციას და იყენებს ბედნიერების ფორმულას და ბედნიერების ფორმულას უცაის მიხედვით არის რომ შენ ამ შენი უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ხდები სხვა ადამიანების წარმატების მიზეზი. და სულ 3%, აი ეგ არის ნამდვილი ბედნიერება და დანარჩენი, აი ის რასაც ჩვენ ბედნიერებად აღვიქვავთ, არის ქვეცნობიერის პროგრამაში ეგოს ასპექტი, როდესაც ღებულობს სიამოვნებას. ხო, რეალურად დამოკიდებული ხარ სულ გარე ფაქტორებზე და ეს არ არის მდგომარეობა. არ არის მდგომარეობა, კი და ყველაზე ისეთი არამდგრადი მდგომარეობა, იმიტომ რომ ხან მიაღწევ იმას და ეგო დატკბება, ну ზოგჯერ ვერ და შესაბამისად შენი შინაგანი მდგომარეობა თუ არის მიბმული და მარტო ქვეცნობიერის პროგრამაში ცხოვრობ, მაგ შემთხვევაში აი ბედნიერებას ვერ აღწევ. კი. აი მისია 2 მაგალითად რო ავხსნათ, ხო? მისია 2 მუდმივად მისწრაფის, რომ გააშენოს ურთიერთობები. მისი ილუზიაა, რომ მხოლოდ ურთიერთობებიდან მოდის, მოკლედ მატერიალური შესაძლებლობები წარმატება და ასე შემდეგ და აი რო გადავხედე ცნობილ ადამიანებს, ეს კი ტრამპის ცოლი, ჯეფ ბეზოსის მეუღლე, ობამას მეუღლე, მისია 2. ჯეკი კენედი, მოკლედ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის მეუღლე. იმიტომ რომ პროგრამა ესე მოქმედებს, ისინი ურთიერთობების გაშენების გზით ცდილობენ რომ მიაღწიონ კონკრეტულ მიზნებს. ამ დროს რეალიზაცია მისია 2-ისთვის არის მენტორობა, ტრენერობა. აი მაგალითად ტონი რობინსი არის მისია 2, რომელიც აი მასშტაბზე გავიდა, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ხშირად უნდათ ხოლმე ერთ-ერთზე მუშაობა და არ უნდათ მასშტაბზე გასვლა და ეს უშლით რეალურად ხელს რეალიზაციაში. შეზღუდვა აქვს. შეზღუდვა. ყველა მისია. შენთან რომ მოვიდეს ადამიანი, როგორც მე ვიყავი, ნახავს იქ რა შეზღუდვები აქვს, შეზღუდული რწმენა წარმოადგენები, ხო სწორია? და მე ნუ აფართოვებ ცნობიერებას და უკვე აღიქვამ რეალურად რა პროგრამაში ხარ. შენი ილუზია, ბევრი რაღაცა. რომ აი მაგალითად ექვსიანებისთვის ეს კომფორტული მდგომარეობა არის ილუზია. კი. ანუ 6-იანი ოღონდ ცნობიერის ციფრი, ხო? და ცნობიერის ციფრის აღწერა მისიაში აი 30%-ით აისახება. უბრალოდ მისია არის ჩვენი მოქმედება. აი 33 წლის შემდეგ მისია ხდება წამყვანი ენერგია და ყველა მისიაში არის ჩადებული თავისი მორალი. ხო, და ჩემი 8 არის. შენი 8 არის. აი მისია ერთისთვის გავყვეთ 2, 3, 4 ესე და გავყვეთ. აი მისია ერთისთვის თუ არის მორალი, ავტოკრატია, მისია 2-ისთვის მორალი არის სწორედ ეს ურთიერთდამოკიდებულება. შემდეგ უკვე მოდის მისია 3. მისია 3 არის ერთადერთი მისია, რომელიც ცხოვრობს ობიექტურ რეალობაში და რატო? სანამ მოქმედებს ანალიზებს. ანუ ჩვენ თუ დანარჩენებმა ჯერ უნდა ჩავრთოთ ანალიზი და შემდეგ ვიმოქმედოთ და ეს უნდა ვისწავლოთ, მისია 3 უკვე იქ არის დაბადებული, ბუნებრივად. თუმცა ზოგჯერ ობიექტურ რეალობაში ცხოვრება საკმაოდ რთულია და ეს ჩვენი ილუზიები იმისთვის არის რომ რაღაცნაირად გარდავრჩეთ და აი ყველაფერი ობიექტურად არ დავინახოთ და ბევრი მისია 3 ზუსტად ამას აღნიშნავს რომ რა რთულია რომ აი ამ ყველაფერს ვაანალიზებთ, ხედავთ, თუმცა ეს არის დიდი ბენეფიტი მათთვის. მათ შეუძლიათ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიონ და მათი ყველაზე კარგი რეალიზაცია არის
საგანმანათლებლო სფეროები, სადაც შეუძლიათ რომ ასწავლონ სხვა ადამიანებს დამრიგებლობა, ასე ვთქვათ, ეს არის ანალიზი, სისტემატიზაცია და მართვა. და იბრძვიან სამართლიანობისთვის მუდმივად. აი უნდათ რომ სამართლიანი წვლილი შეიტანოს ყველა ადამიანმა იმ საქმეში, რაც კეთდება. და არიციან აი ახლობელი და მეგობარი საქმეში არის მათთვის ძალიან ემსახურებიან. ხოლო აი თანაბარი გადანაწილება და აშენებენ სისტემას იმისთვის, რომ შემდეგ მართონ და აი უნდათ რომ ყველაფერი თავისი ინსტრუქციით იყოს. და აი მისია სამი ქალები საკმაოდ ისეთი ძლიერი ქალები არიან და მათთან ანუ მამაკაცებს ხშირად უჭირთ რაღაცნაირად ურთიერთობა, იმიტომ რომ ისინი აი ძალიან ობიექტურები, ანუ სულ აანალიზებენ ყველაფერს და ნუ უფრო რთულია. პრაგმატულები არიან ბევრად. მისია 4 ეს არის ადამიანები, რომლებიც მუდმივად ისახავენ ახალ მიზნებს. და აი მე ვარ მისია 4-ის წარმომადგენელი და სანამ ამ ყველაფერს გავიგებდი, სულ ფიქრობდი, რატომ აქ მუდმივად ეს რაღაცა სიახლის მოთხოვნილება. და ბოდიში მეც მაქვს ეს მოთხოვნილება და რატომ მე ხო 6 ვარ და მისია 8 ვარ. აი რატო შეიძლება იყოს? დაბადების თარიღში რა ციფრები გაქვს გამახსენე? 1991 15 ოქტომბერი. 15 ოქტომბერი. 6-იანებს ზოგადად აქვს შემოქმედებითი აზროვნება. კი, და შემოქმედებითი აზროვნება მოიაზრებს თავის თავში იმას, რომ სიახლე უნდა იყოს და შესაბამისად აქედან გამომდინარე გექნება. თუმცა შენ სიახლე კი გექნება სურვილი, მაგრამ ახალ მიზნებს ისე სწრაფად არ დაისახავ, როგორც მისია 4. აი ერთ მიზანს რო დავისახავ, ეგრევე მეორეს იმას მივატოვებ და შემდეგზე გადავალ, აი ამას აკეთებ. და მუდმივად ამიტომ აქვს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მისია 4-ს და რაში დამეხმარა, ხო? ეს ყველაფერი პირველ რიგში რომ დავიწყე იმის კეთება, რაც არის ჩემი რეალიზაცია და ცოდნის გადაცემა, ჩემ ენერგიის დონე მაიწია. აბსოლუტურად შემეცვალა რაღაცნაირად გარემო, მოვიდნენ ახალი ადამიანები, ახალი შესაძლებლობები და აი შეგრძნება შინაგანი ბედნიერების არის სისავსის, ხო? სისავსის და თვითკმარობის, ხო? აი თვითკმარობის შეგრძნება მოვიდა აი ამ რეალიზაციასთან ერთად. ბედნიერება. აი ძალიან. და აი მისია 4 ვისაც აქვს აი მაყურებელს, ხო? ეს არის მარკეტინგი, კრეატივი, ნოვატორობა და ცოდნის გადაცემა და მინდა ყველას უთხრა, რომ ის შინაგანი შეგრძნება რაღაცა დაუკმაყოფილებლობის მოდის აი ამ მისიიდან და უნდა ახსოვდეთ, რომ მაქსიმალურად მომენტშივე გაანალიზონ ახალი მიზნის დასახვის წინ, განსაზღვრონ რომელი მიზანია ყველაზე პრიორიტეტული და ცოტა დაკონცენტრირდნენ ამ მიზნებზე. იმიტომ რომ მივხვდი, ანუ ის ჩვევია, ხო, რაღაც სიახლე უნდა ახალი მიზანი ამას მიატოვებს, ხო, ხვდები? და ითვლებიან ქორწინების დამანგრევლება, ეს ენერგია, იმიტომ რომ აი მუდმივად მოკლედ აი ყველანაირი შეზღუდვის წინააღმდეგ მოქმედებენ და ეს მისიები და თავისი პროფესიული ორიენტაცია არის როგორც HR-ი წარმოიდგინა. შენ თუ ადამიანებს კომპანიაში დასვავს სწორ რეალიზაციაში, მოქმედების სასარგებლო კოეფიციენტი გასმაგდება. კომპანია გექნება გაწყობილი. ანუ ყველა იქნება რეალიზაციაში, ყველა იქნება ბედნიერი, კი და ბედნიერი. იმიტომ რომ იყენებენ ამ მეთოდს. უკვე დაიწყეს. კი, სიუცაი უკვე კონსულტაციებს უტარებს ბიზნესებს და უკვე დუბაიში არის ეს ტრეინინგი ინსტიტუტი, სადაც უკვე ბევრი ბიზნესმენი გადის სწავლებას, რაც ძალიან კარგია, იმისთვის რომ კომპანიაში რაღაცნაირად სწორად იყოს დალაგებული, ვინ რას აკეთებს. აი მისია ერთი არიან თუ არა მისიაში. კი, იმიტომ რომ მისია ერთი, როდესაც მართავს კომპანიას, ის ძალიან წარმატებული იქნება, იმიტომ რომ ის ადამიანი, ვინც უნდა მართავდეს თავის პოზიციაზე. აი მე მაგალითად როგორც მისია 4 თუ დამსვავ ჩაკეტილ სივრცეში და იქიდან არ გამომიშვებ, მე არ ვიქნები ბედნიერი. ისეთი მორალი ჩამერთვება და იმდენად უკმაყოფილო ვიქნები, რომ ფაქტიურად აი როგორ ვთქვა, ჩემი მოქმედების სასარგებლო კოეფიციენტი იქნება ძალიან დაბალი. და ეხლა ისეთი სამსახური მაქვს, სადაც არ ვარ შეზღუდული. ანუ შემიძლია ნებისმიერი ადგილიდან ვიმუშაო, სხვადასხვა ადგილას მივიდე. თავისუფლება არის შენთვის მნიშვნელობა და მნიშვნელოვანი და ახალი რო შემიძლია სულ გავაკეთო კრეატივი. ამიტომ სწორ რეალიზაციაში მოხვედრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მისია 5. აი თუ თქვენი დაბადების თარიღი სრული ჯამი არის 5, ეს არის ყველაზე დინამიური და მოქმედი ხალხი, ძალიან მოქმედი მისიაა და ყველაზე სწორი რეალიზაცია მათი არის გაყიდვები, ლოჯისტიკა, მეწარმეობა.
და თუ არ არის მისია 5-ის სწორ რეალიზაციაში, მუდმივად ექნება ჩართული მორალი და ეს არის ბრძოლა. აი ჰიტლერი იყო მისია 5 მაგალითად, ბერია იყო მისია 5, მაო ძედუნი და კიდე სხვები, ბევრი პოლიტიკოსი. ანუ მან დიხარჯება რეალურად ბრძოლით იღებს სიამოვნებას, წარმოიდგინე, ოღონდ ეს არის მორალი. ამ დროს კარგავს ენერგიას. ანუ ეგოს ნაწილია და არა სულიერების, აი მარტივად. კი. და მე რა შემიძლია მოვყვა ქვეცნობიერის პროგრამის ასპექტებზეც, მაგრამ მისია 5 ვისაც აქვს, აი პირველი სიტყვა არის მათი არა, მუდმივად გამოხატავენ დაუთანხმებლობას და სულ იბრძვიან და აი როგორ არის იცი, აი ჩრდილთან ბრძოლა. ანუ რეალურად არავინ არ ებრძვით, მაგრამ ზუსტად, აი ეგეთი პროგრამა და ის ადამიანები, ჩემი შვილიც მისია 5 და სულ ვუხსნი რომ გახსოვდეს, რომ არავინ არ გებრძვის და ეს არის შენი ილუზია. ეს არის აბსოლუტურად რაღაც ქვეცნობიერი პროგრამა, რომელიც ეგრე წარმოგიდგენია და მე პრინციპში თუ ამის გჯერა, რა თქმა უნდა, მე ვიღაც იქნება მინც. რაღაცა იქნება მსგავსი სცენარი. კი, იმიტომ ჩვენ ცხოვრებაში ხდება მხოლოდ ის, რაზეც ვფიქრობთ, ვწერთ და ვსაუბრობთ. თუმცა ამას ვაკეთებთ აბსოლუტურად გაუცნობიერებლად. ჩვენი აი ამ ციფრებიდან გამომდინარე. და როცა უკვე ვიცით ეს ჩვენი პროგრამა აი რა არის ცნობიერების განვითარება, რომ ვიცოდეთ რა არის ქვეცნობიერი, არის ცნობიერი. და აი ამ ქვეცნობიერში, სადაც 95, რომელიც 95%-ით მართავს ჩვენს ქცევას, არის ზუსტად ეს ჩვენი დაბადების თარიღში გაწერილი პროგრამები. ხო. ძალიან საინტერესო. აი მისიებზე რომ დავასრულოთ და მე გადავიდეთ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მისია 6 მე მგონი თქვით, მაგრამ კიდე გაიგე. მისია 6 არ გვითქვამს, ხო? 6 არა, ხო. მისია 6 ეს არის ფსიქოლოგიის მისია და კომფორტის შექმნა ნებისმიერ სფეროში. ეს არის კორპორატიული ეთიკა, HR, ფსიქოლოგია. ამ ადამიანებმა იციან, აი სად უნდა დადგან სავარძელი, რომ შექმნან კომფორტი კომპანიაში, როგორ დაალაგონ ურთიერთობები, ოღონდ ერთი-ერთზე. ანუ აი რატო არიან მაგარი ფსიქოლოგები? იმიტომ რომ შეუძლიათ ერთი-ერთზე არა მასებთან. არა ჯგუფთან, ხო. ყველაზე სწორი რეალიზაცია მათთვის არის ფსიქოლოგია, HR და სერვისის სფეროები, აი თუნდაც სასტუმრო ბიზნესი ფანტასტიკურად გამოსდით და მოქმედება მათი მიმართულია იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის შექმნან კომფორტი. თუ ლეგალური გზით მისია 6 ვერ მიდის და ვერ იღებს მატერიალურს, არალეგალურით. ანუ ეს არის მაფიოზების მისია. ანუ ესე ხუბრობს ჩემი მასწავლებელი, რომ ესეთი ყველაზე ბევრს ფიქრობენ ფულზეო, მოკლედ. იმიტომ რომ იციან, რომ კომფორტი არის მატერია. თუმცა არიან აი ძალიან კომფორტის მომყვარული ადამიანები და სხვა ადამიანებსაც უქმნიან კომფორტს. აი ძალიან ისეთი მე ყოველთვის თუ არ გამოსდით, მოკლედ არალეგალური. კი, ანუ აი მართლა ძალიან ისეთი ადამიანები არიან, ოღონდ არ შექმნან დისკომფორტი, ჩადებულია მათში ეს დამალული ურთიერთობებიც და მოკლედ აი მისია 6 და 6-იანები ძალიან კარგი საკომუნიკაციო, აი ეგრევე იგრძნობა ეს ენერგია, აი შენც რო გაგიცანი და მითხარი რომ 6 ნახეთ რომ 6 შენგან სულ მოდის აი ეს კომფორტული, კი. მაგრამ იმიტომ რომ ცნობიერი ვარ, მაინც ხო? რა თქმა უნდა ეს შენი ეგო, შენ გინდა კომფორტი. თუმცა მაგ მისიაში მე არ ვარ, სიყვარული. შენი მისია რა? ხო, შენი ეგო არის 6-იანი, რა გინდა? და იგრძნობა ეს, ხო? კი, ძალიან იგრძნობა. აი ადამიანებთან ურთიერთობას რომ ამყარებ და ამას სწავლობ, ენერგიას გრძნობ პირდაპირ. აი 5-იანთან რომ აქ ურთიერთობა გრძნობ აი ამ ბრძოლის ენერგიას. კი, აი მუდმივად. 1-იანთან თუ გაქვს ურთიერთობა გრძნობ რომ ანუ საკუთარ თავზე აქვს მიმართული ეგო. და რაღაც მართვა და მართვა და თვითონ როგორც უნდა აზრი არ აქვს რომ ელაპარაკები ერთიანს. მაგრამ თუ გააცნობიერებს, მე უკვე სხვა ენერგიაში ვარდება. აი მთელი აი ამ სწავლების დანიშნულება არის რომ ადამიანებს დაანახოს რამხელა შეზღუდვაში ცხოვრობთ თუ რჩებით ქვეცნობიერის პროგრამაში და როგორ გამოვიდეთ. პირდაპირ პასუხები, წარმატების ფორმულა, ბედნიერების ფორმულა, ყველა ემოცია როგორ მიბმული არის კონკრეტულ მთავარ ელემენტთან რისგანაც შევდგებით, ხო? და ანუ აი აბსოლუტურად ყველაფერი ჩაშლილია, ხა უბრალოდ ვერ მოვასწრებთ იმდენი რამეა და ძირითად რაღაც ნაწილზე შეგვიძლია ხაზი გავუსვათ. მისია 6 მოკლედ ეს არის ხალხი, რომელიც ქმნის კომფორტს და უნდა იყვნენ კორპორატიული, აი ისეთი კულტურის შექმნის ნაწილში ჩართული, სადაც ეს ურთიერთობების დაალაგება ხდება.
მისია 7, ეს ადამიანები, ესე იგი თუ თქვენი დაბადების თარიღის სრული ჯამი არის 7, ეს არის იდეების სწრაფი რეალიზაციის მისია. ყველაზე თავდაჯერებული ადამიანები, რომლებსაც ჯერათ, რომ რაღაც დიდებული საქმისთვის დაიბადნენ, ყველაზე დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ მისია 7-ს. პლუს 200% უწერია მოქმედების სასარგებლო კოეფიციენტში და ტოპ 2 Forbes-ში დღესდღეობით ვინც არიან, ილონ მასკი და არიან მისია 7. კი და მაგრამ ამავე დროს მინუს 200-იც უდევთ, ანუ ყველაზე დიდი პლუსი და მინუსი, იმიტომ რომ ძალიან თავდაჯერებული მოქმედებები აქვთ და მანდარი დიდი რისკი. ამიტომ ეჭვიარეპარებათ არაფერში ხო ჯერათ რომ აი მესიები არიან და უნდათ რომ რაღაც სარგებელი მოუტანონ დიდი საზოგადოებას ეგოცენტრიზმშიც გადადის კი ანუ თუ ერთი არის ეგოიზმის პროგრამა 7 ეს არის ზე ეგოიზმის პროგრამა და ნუ მისიაშიც ვლინდება რა თქმა უნდა ამიტომ ძალიან საშიშია როდესაც მისია 7 ხარ ხო საფრთხილოა კი აი ძალიან ანალიზით და შეთანხმებული მოქმედებები უნდა იყოს იმიტომ რომ იმდენად მიყავ ხარ ამ მისიას ძალიან ბევრი ილუზია 7-იანში. 4-იანი და 7-იანი ყველაზე დიდი ილუზიები და მუდმივად მოკლედ ანალიზი არის საჭირო. ესენი არიან ექსპერტები, ესენი არიან აი ხელსაქმით და აი ბევრი DJ არის, ვინც ხელსაქმით არის craftsmanship-ი ჩადებული და არიან ტექნოლოგები. აი როგორ უნდა აეწყოს პროდუქტი, ტექნოლოგიურ პროცესს ყველაზე კარგად მოკლედ მისია 7 ასრულებს და მორალი მათთვის არის რომ მიიღონ ხო ეს აღიარება უნდა მიიღონ ყველაფერზე რასაც აკეთებენ და მორალი არის სულიერება ადამიანურობა აი ამაზე განსჯიან მოკლედ ადამიანებს და ყველაზე დიდ ენერგიას ესეთი მატერიალისტი ვთქვა ხო ეს არა ადამიანურია ხშირად მისია 7 ამბობენ და ის იბრძვიან აი ამ სულ ოღონდ მათი ყველა მისია 7 თავისი სუბიექტური აღქმა აქვს ამ ყველაფრის და ზოგადად ეს ყველა დახასიათება ანუ ადამიანის ილუზია რომელიც ობიექტურობაში არ არსებობს და ძალიან დიდ ენერგიას გვაკარგვინებს. აი მისია 8 მაგალითად, ხო? თუ დაბადების თარიღის სრული ჯამია 8, მისია 8 ეს არის საწარმო პროცესების შემოქმედებითი კონტროლი, რა? იმიტომ რომ შენ გახსოვს კონსულტაციაზე სფეროზეც ვისაუბრეთ, ხო? სფერო ეს არის საიდანაც მოგვდის ინფორმაცია და მისია 8 სფერო აქვს 6. ამიტომ შენ მუდმივად აი შემოქმედებითი მიდგომა გექნება ყველაფრის მიმართ და ბევრი მხატვარი რომ ნახე არიან 6-8. მართლა. კი. სხვათა შორის სულ მინდა რომ ეხა გეტყვი. რაღაც დავხატოთ. არასდროს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ მეშინია. არ ვერაზოს ვერ მივედი მაგამდე რომ კი, აი ნახე. ეს პროგრამა რო გაქვს ჩადებული, შენ ხატვა არ იცი. რემბრანტი ესე იგი იყო მისია 6-8, მიქელანჯელო იყო 6-8. კი, და ამიტომ ეს უნდა იცოდე და გამოიყენო. სფეროდან მოგვდის ხო დავიწყო ხატვა. კი, აი ძალიან კარგი. ხო იცი ქალებს 40-ის მერე საერთოდ სხვა შემოქმედებითობა გვეხსნება. 40 ეს არის ყველაზე მაგარი ასაკი. იქ უკვე სადაც შენ ხვდები ვინ ხარ, თან უკვე ამდენი ცნობიერების გაფართოვების კურსი გვაქვს გავლილი. ყველა ენერგიას აღარ ხარჯავ ისეთ რაღაცებში, რაც არ გამოგადგება, ასე მარტივად რო ვთქვათ და აი აღიარებისთვის რბოლა რაც უფრო ნაკლები გვაქვს. მით უფრო ენერგიას ჩვენ ზოგავთ. ეგოში ნაკლებად ხარ უკვე. წესით. ნაკლებად უნდა ვიყოთ, კი. ასე რომ მისია 8 მუდმივად მიისწრაფის, რომ ყველაფერი აკონტროლოს, ყველაფერი იყოს მისი დისციპლინის და რეგლამენტის მიხედვით. აი რამდენად გაგხოლმე მომენტი მოყევი შენ? კი, მაქვს და მაინც ის არის. მოვდუნდი მაგ ნაწილშიც, იმიტომ რომ მივხვდი, რომ კავშირშია ჩემ კონტროლთან. ხო. შესაბამისად რო გავიაზრო ეს კონტროლი მაზიანებს, იმიტომ რომ ბევრ რაღაც ნერვებზე ძალიან მოქმედებს და თან მუდმივ რაღაც ჩიშთან არის კავშირში ყველა ვარიანტში, რომ გინდა რომ ყველაფერი აკონტროლო და მე რო ვიმუშავე საკუთარ თავზე სხვადასხვა მეთოდებით და დღემდე ვმუშაობ, ხო ეს კონტროლი მაინც მივენდე სამყაროს. აი ეგ არის ძალიან კარგი. და ეს კონტროლი მაინც ესე გავუშვი. შემიძლია თქვა რომ შევიცვალე ძალიან მაგარი მიმართ კი აი ეს მუდმივი შეგრძნება იმის რომ უნდა მაინც ვერ გააკონტროლო ვერა
მაინც რაც ისე უფრო მოხდება აკონ- როგორც კი, მოსახდენია, რაც რაც უფრო უფრო აკონტროლებ, მიიღებ, მით უფრო ისე ხდება როგორც შენ წარმოგიდგენია და გინდა. ჩემი გამოცდილება ესეთია არის. ყოველ შემთხვევაში. ეგ არის, ზუსტად ეგ არის და მისი არვას ძალიან უნდა ყოველფრის კონტროლი და შინაგანად აქვს შრომის ენერგია. აი ეგეც რამდენად იგრძენი ესეა, 33-ი. კი. იმიტომ რომ 33 წლამდე შენ იყავი ცნობილი ციფრი 6, რომელსაც დიდად არც სწავლა უყვართ ხოლმე, უფრო აი კომფორტისთვის დაბადებულები ზუსტად. არიან, ეძებენ აი რაღაცა კომფორტულ ურთიერთობას, წამოწოლას, აი ეგეთი ტიპები არიან. უცებ მისია რვა ჩაგერთ 33 წლის, ასაკში შინაგანად გექნებოდეს შრომის სურვილი. ხო, მანუ ზოგადად ის არის, ძალიან სასიამოვნოა, როცა რაღაცას იშრომებ და ნაყოფს კი, მიიღებ, შედეგი. ხო? შედეგი. აი კი. მისია რვა ეგ კი. არის. შრომა და და შედეგი. პროცესიც სასიამოვნოა, კი. კი. არის ესე და სხვათა შორის სიზარმაცე არ მსიამოვნებს. აი, ადრე არ ეგ- მაწუხებდა. კი, იმიტომ რომ 6-იანი არ არის ძალიან შრომელი და ხო. აი უბრალოდ შემოქმედებითი ტიპები არიან და თან ყველაზე მეტად შემოქმედს უყვარს 6-იანები, იმიტომ რომ ორი ენერგიით დააჯილდოვაო და ნუ ისეთი ბრილიანტები არიან ხო. საზოგადოების და უცებ მისია რვა რო ჩაგერთო და შეგეცვალა მოქმედებები და ქცევები აუცილებლად იგრძნობდი ამას. შენ რო არ იმუშაო, შეგჭამს ეს ენერგია. ემოციურ ემოციებს მივყავდი, ასე ვთქვათ და ხო 33-ის მერე უფრო მეტად ანალიტიკაც ჩაირთო და რაღაცები შემეცვალა. ყველაზე ძალიან შევიცვალე 40-ის მერე. 40-ის მერე. კი, ძალიან აი საგრძნობლად და ყოველ წელს მართლა ვიცვლები და ანუ იუნგიც ძალიან როგორც სასიამოვნოა. ამბობს, რომ 40 წლის მერე იწყება ცხოვრება და მეთანხმები ძალიან სხვათა შორის. მეც აი ხა მომავალ წელს გავხდები ხო, 40-ის და მგონია რომ მართლა აი შეგრძნება მაქვს, რომ საოცარი პერიოდი იწყება ჩემს ცხოვრებაში. ხო, ნუ უფრო მეტად დაკვირვებულად ცხოვრობ, გააზრებულად, გაცნობიერებულად, ეხა ისედაც ფიზიკურ ნაწილშიც ფიზიკური სხეული სხვანაირი მოვლას საჭიროებს, ენერგიის დაზოგვას, ნუ აი ყველაფერი მაინც უფრო გაცნობიერებულად ხდება და სასიამოვნოა ეს. ძალიან მაგარია და შენ ფაქტიურად აკეთებ იმას, რაც უნდა გააკეთო და თუ დახატავ კიდევაც ძალიან კარგი მინდა, ძალიან დიდი ხანია მეფიქრება და ნახოთ აბა. გაძლევთ ესე იგი მოტივაციას. კი, ძალიან. მისია რვა მოკლედ უნდა აკონტროლებდეს ამ შემოქმედებით და საწარმოო პროცესებს. აი თუნდაც სარესტორნო ბიზნესში შეიძლება ეს იყოს, რა ის რა როგორ, რამდენი გრამი და ასე შემდეგ. აი ყველა ბიზნესში მოკლედ საჭიროა მისია რვა. თუ თქვენი დაბადების თარიღი შეადგენს 9-ს, ანუ სრული ჯამი, ეს არის უკვე მისია 9. მისია 9 მუდმივად მისწრაფის იმისკენ, რომ დაეხმარო სხვა ადამიანებს და პრინციპი აქვს მე შენ, შენ მე. აი ესეთი პრინციპი აქვს ურთიერთობის. ამიტომ თუ ვინმე ყავთ გარშემო მისია 9, იცოდეთ რომ აი ეს მისი პროგრამაა და აუცილებლად უნდა უთხრათ მადლობა. და აი დაუფასოთ. კი, დაუფასოთ, იმიტომ რომ მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რჩება პროგრამაში, მაგრამ თუ ეს უკვე იცის, რომ მისი პროგრამა ამ შემთხვევაში აღარ დაელოდება მოკლედ აი ამ ურთიერთგაცვლას. ძალიან მაგრა შეუძლიათ ფინანსური სქემების მოგონება. ეს არის ქველმოქმედება, ეს არის უსაფრთხოება, ეს არის პრომოუშენი. ყველაზე მაგარი პრომოუტერები არიან მისია 9 ადამიანები. და თუ გაქვს მაგალითად ბიზნესი და გინდა პრომოუტერი ყავდეს, ვინც შენ ბიზნესს უნდა იპოვო მისია 9. კი და სხვათა შორის ჩემი მეგობარი მისია 9, რომელიც ძალიან ესე იგი ბევრი ადამიანი მოვიდა ჩემი მეგობრის სახელით. ჩემთან არის მისია 9. იმიტომ რომ თვითონ იმდენად კმაყოფილი იყო, რომ დადიოდა და ყველას უყვებოდა მოკლედ სიუცაის შესახებ და ესე გააკეთა, თავის თავად აკეთებს ამას მისია 9. გამოვიდა შენი პრომოუტერი. გამოვიდა ჩემი პრომოუტერი. ამიტომ მაგრამ აი თან ყველაზე ისეთი საშიში მისია 9, რატომ? სამართლიანობისთვის შეუძლია მოკლას. ძალიან დიდი ემოციებია ჩადებული და ამიტომ არ უნდა ვეხუმროთ მისია 9-ს. კი, ძალიან ისეთი ცეცხლოვანი და ემოციური ადამიანები არიან და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ ემოციების კონტროლი. ეს არის თუ მისიებს შევეხებით. აი, ქვეცნობიერის პროგრამაზე როცა არის საუბარი, უნდა გვესმოდეს, რომ ქვეცნობიერის პროგრამა შედგება 4 ასპექტი. აღარ არსებობს. არა, სულ 9 არის. 9 ენერგია. ხო, და აი ქვეცნობიერის პროგრამაზე როცა ვსაუბრობთ, ანუ 4 ასპექტისგან შედგება. პირველი ასპექტი არის დახვეწილი ინტელექტი და ეს არის ადგილი ანალიზისთვის. მერე მოდის უკვე მეხსიერების ასპექტი, სადაც არის ჩვენი მთავარი ემოციები.
მეხსიერება არის სხეულში და აი როგორც არქივი ჩვენი ნეირონული შენაერთების ინახება. მესამე ასპექტი არის ეგო და მეოთხე ეგოს სიამოვნება. ანუ ეგო მუდმივად ეძებს სიამოვნებას და ღებულობს თუ არა, აი ექცევა ყველაზე დიდ ილუზიაში. თუ ჩვენ ვცხოვრობთ თქვენ ცნობიერის პროგრამაში, ჩვენი მოქმედება არის დაფუძნებული მინდა არ მინდა, სიამოვნებს არ სიამოვნებს რეჟიმში. შავ-თეთრში. კი, ეს ნიშნავს, რომ ვართ თქვენ ცნობიერის პროგრამაში. ეხლა როგორ გამოვიდეთ აქედან? თუ ჩვენ არ უმართავთ ჩვენს ფიქრებს და ემოციებს და სულაც აი არის იდეაში რაჯა იოგა, ანუ ეს არის ემოციების და ფიქრების მართვის ინსტრუმენტი. თუ ჩვენ არ უმართავთ ჩვენს ემოციებს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვართ მშვიდ მდგომარეობაში. ის სიყვარულის ემოციას და ფიქრები გუმართავენ ჩვენ. კი, და ვღებულობთ გადაწყვეტილებებს მინდა არ მინდა რეჟიმში. აი რას ამბობს ხო სულცაი რომ ის ძალიან სიყვარულის და ბედნიერების შეგრძნებაც საფრთხილოა, იგივენაირად როგორც შიშის და დარდის, იმიტომ რომ ამ ემოციებზე მიღებული გადაწყვეტილებები არასდროს არ არის ანალიზზე დაფუძნებული. და მოდი გეუბნება სხეული შეიყვანე დისციპლინაში იმისთვის რომ ბალანსში მოიყვანო 5 მთავარი ელემენტი, რისგანაც შედგება ადამიანი, ეს არის ქარი, ეს არის წყალი, ეს არის ცეცხლი, ეს არის ეთერი, ეს არის მიწა, ხო? აი იმასაც გვიხსნის, რომ აი მაგალითად შიში მიბმული არის ქარის ელემენტთან და როცა ბევრია შიში და დარდია და ეს ემოცია, ადამიანი წონაშიც კი იმატებს. ანუ პირდაპირ დისბალანსია და სხეული შეიყვანე დისციპლინაში იმისთვის რომ მოახდინო. იმატებს ალბათ იმიტომ რომ იკვებება, ჭამს. კი, აი ეს შიში და ასე შემდეგ. მაგით ივსებს. გონია რომ ენერგიას იქიდან აიღებს. დააბალანსე შენი 5 მთავარი ელემენტი, შეიყვანე სხეული დისციპლინაში იმისთვის რომ მოხვიდე მშვიდ მდგომარეობაში. და ჩართო ანალიზი, აი დახვეწილ ინტელექტში გასვლა იმ სქემაზეც ხდება მხოლოდ მშვიდ მდგომარეობაში, როდესაც ვართ. ბალანსში და აი საკუთარ, ანუ მართავთ ჩვენ ფიქრებს და ემოციებს. პირდაპირ რეკომენდაციებია გაწერილი, რომ აი დილით თბილი წყლის დალევა, 7 კილომეტრის სიარული, მედიტაცია და ასე შემდეგ იმისთვის რომ მოვიდეთ ამ მდგომარეობაში. რაც არის რეკომენდაციები ყველა თქვათ wellness-ში აიურვედადან დაწყებული, ვიცი, იოგით დამთავრებული პარალელი იგივე არის რეალურად რაღაც სიახლეს არ დაფუძნებული უკვე აპრობირებულ მეთოდებზე და მეთოდებზე, ხო? და პირდაპირ გაძლევს აი პასუხს რა ის სქემას გაჩვენებს იმისთვის რომ შენ მაცნობიერ მაგიქვას რაზეა საუბარი იმიტომ რომ თუ არ ვართ მშვიდ მდგომარეობაში ვერ ვთავთ ანალიზს შესაბამისად ვერ ვმოქმედებთ ანუ გაცნობიერებულად და მუდმივად ვრჩებით ამ ქვეცნობიერის პროგრამაში თვითონ ამბობს რომ აი როგორც წყალქვეშა ნავში ისე ვართ უბრალოდ იქ პლუსში ვიქნებით თუ მინუსში აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ისე უნდა ვიმოქმედოთ არის სამი რეალობა, სუბიექტური, ობიექტური და ზეობიექტური. სუბიექტურ რეალობაში არის ქვეცნობიერის პროგრამა და ადამიანი მხოლოდ თავის დაჯერებების მიხედვით მოქმედებს. ობიექტურ რეალობაში არის უკვე ანალიზი და თუ სუბიექტურ რეალობაში ჩვენი ეგო უფრო წინ არის ვიდრე მიზანი, ობიექტურში მიზანი უფრო წინ არის ვიდრე. მაგრამ ზეობიექტურ რეალობაში არის მიზანშეწონილობა. ანუ ოქროშუალეთი. ანუ იქ ჩვენ კითხვას ვავთ, ხო, რამდენად მიზანშეწონილია ჩემთვის ესა თუ ის მოქმედება. ანუ ეს უკვე highest, ანუ ყველაზე მაღალი ცნობიერების დონეა. ის არის რა ქვია. და იქ უკვე ნახე, აქ თუ ეგო უფრო წინ არის ვიდრე მიზანი, მერე უკვე ობიექტურ რეალობაში მიზანი უფრო წინ არის ვიდრე ეგო და ეგ არის საშიში მდგომარეობა. იმიტომ რომ შენ თქვი შვიდიანებს რაც ჭირთ, ხო? ანუ ნახე რა მომენტია აქ ამ ობიექტურ რეალობაში ხშირად ადამიანებს აი მთავარი რა არის ავიწყდებათ რომ ფასეულობას წარმოადგენს მხოლოდ ჩვენი სიცოცხლე. კი, და ვთქვათ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი მეთოდი არ არის. კი, იმიტომ რომ ხშირად ადამიანები ეწირებიან თავის მიზნებს. და ანუ ზეობიექტურ რეალობაში არის მიზანშეწონილობა და მიზანშეწონილობა არის რომ დავინახოთ ჩვენ წინასწარ ჩვენ მოქმედებებს რა შედეგები ექნება. იმაზე დაფუძნებით რომ ფასეულობას წარმოადგენს ჩვენი სიცოცხლე. დაჯერებებს როცა ვსაუბრობთ არის ჩანერგილი დაჯერებები რაც არის ჩვენ დაბადების თარიღში, ხო? ეს ცნობიერის ციფრი, სახელის ენერგია, მისია და არის შეძენილი.
და ეს არის სოციალური დაჯერებები. ჩვენი ოჯახიდან, მეგობრებიდან, სკოლიდან. პარადიგმები, ხო? ხო, აი თაკო, რომელიც დაიბადა თბილისში და არის 6-8, რითი განსხვავდება თაკოსგან, რომელიც დაიბადა მაგალითად ფილადელფიაში, რომელიც არის დაჯერებებიც, აი სოციალური და ძალიან ბევრი რაღაცით კი, განსხვავდება. აი ოჯახიდან, სკოლიდან და ასე შემდეგ. აი ეს იქნება სხვაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთნაირები იქნებოდით ამ მარტო დაბადების თარიღზე რო იყოს და აქედან გამომდინარე, შენ გეძლევა რაღაცნაირად გასაღებ. აი user manual არ ვიცი ქართულად როგორ არის, რაღაცა ტექნიკას რო ყიდულობ და გაძლევენ ახსნილს, აი როგორ უნდა გამოიყენო. იგივენაირად ეს უცაი გაძლევს ახსნას, შენი პროგრამა რა არის? შენი პიროვნული რეალიზაცია რა არის და შენი პროფესიული უკვე 33 წლის შემდეგ. რა კომპეტენციებით დაიბადე და როგორ დაიმუშაო, რაც არ გაქვს, რა არის შენი პირადი წელი. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეგ არის სტრატეგია და რა ანადგურებს ადამიანს, ხო? ანადგურებს სამყაროს კანონების არცოდნა და ეგოცენტრიზმი. კი. აი ეს ანადგურებს და როცა შენ იცი სამყაროს კანონები, ხო, რომ ყველა შედეგს თავისი მიზეზი აქვს, რომ ყველაფერი არის ენერგია, ხო და მილიონი კიდე სხვადასხვა ხო, აი სამყაროს კანონები. და როცა იცი რა არის შენი პროგრამა, ამ შემთხვევაში შეგიძლია იცხოვრო გაცნობიერებულად, მართო ეს შენი ენერგია სხეული შეიყვანო დისციპლინაში, წახვიდე რეალიზაციაში და გახდე სხვა ადამიანების წარმატების მიზეზი და შენი სტრატეგიით იცხოვრო. შენ შექმნა შენი ცხოვრების სცენარი. ყველაფერი შეგიძლია შექმნა, კი და აი გუშინ ვფიქრობდი, რომ ეს რო არ ვიცოდი მაგალითად და ცხოვრობდი. მქონდა რაღაც ბიზნესი. 34 წლამდე მგონი რომ მეძინა საერთოდ, აი აბსოლუტურად არარეალიზებული ვიყავი და აი თუნდაც ურთიერთობებზე როცა არის ძალიან ბევრი კითხვა, ჩვენი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო რითი იწყება, რომ რაზეა დამოკიდებული ბედნიერება და ჰარმონიზაცია ცხოვრებაში. ეს არის ჩვენი ცნობიერების თავისუფლება, ჩვენი ენერგიის დონე და ვისთან გვაქვს გაფორმებული ქორწინება. იმიტომ რომ ურთიერთობამ შეიძლება იმდენად დიდი ენერგია დაგაკარგვინოს და აი მორალების დაჯახებამ, რომ შენ ვერ მოახდინა პოტენციალის რეალიზაცია. და აი ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი რო არ ვიცოდი მაგალითად და იდენტიფიკაცია საკუთარი თავის ესე არ მქონდა. არ ვიცოდი რა მინდოდა რომ მეკეთებინა. და თქვა ჩემ თავს ვადარებდი სხვებს, რომ აი თქვა უყურებდი ვიღაც ძალიან წარმატებულ ადამიანს. 80%. ვიყავი რა თქმა, ვფიქრობ, აი 10%-ში აი ძალიან დაბალი ენერგია მქონდა და აი თქვა ჩემი მეგობარი, რომელიც ძალიან წარმატებია, და შეიძლება დამეწყო რაღაცა მოქმედება ისეთი, რასაც ის აკეთებს, რაც აბსოლუტურად არ არის ჩემი რეალიზაცია. ნუ აი ძალიან გამიჭირდებოდა წარმატების მიღწევა. შეიძლება მიმეღწია, მაგრამ იმ ფულით ვერც დავტკბებოდი, იმდენად რთული იქნებოდა. და ანუ საკუთარ თავს დავტანჯავდი. ესე იგი ინდივიდუალიზმის პოვნის გასაღებია. კი, და რეალიზაციის, ანუ იქ როცა ხარ იქ, სადაც უნდა იყო, სამსახური აღარ აღიქმება, როგორც სამსახური. პირიქით, ეს არის შენი რეალიზაცია, ხო? პოტენციალის და საერთოდ არ აღიქვავ როგორც სამსახურს და არიტანჯები და იმდენი ადამიანია არასწორ რეალიზაციაში, რომ მართლა არ ვიცი, აი ძალიან რთულია. ანუ აი მუდმივად მორალი. აი შენ რო იცი შედარება მანამდე რა იყო და ეხლა ხო, და რომ მახსენდება ჩემი ენერგიის დონე რა იყო, იმ დღეს ერთ-ერთი ჩემი მასწავლებელი შემხვდა და რა დაგემართა, სხვანაირი ხარ? ჭყვიალებ. ანუ საერთოდ სხვა კი ძალიან მაღალი ენერგია გაქვს, მაღალ ვიბრაცია. ანუ როცა არ უნდა, ხო, პირველად რო გნახე მაშინაც, ანუ იგრძნობოდა Zoom-ში ვისაუბრეთ, მაგრამ მე ხო გნახე და ხო ძალიან ისეთი ხარ. და ვიყავი ძალიან ჩამქრალი. პირიქით ისეთი ხარ, мотиваციას მისცემ ადამიანს, ანთებ და პოზიტიური სიხშირე გაქვს და ძალიან მაგარია. აი ჩემი მისიაც ეგ არ ვიყავი ესე. აი რა. აბსოლუტურად აი არ მინდოდა საკუთარი თავის გამოვლენა. ხო იცი, აი ფოტოს დადებაზეც რო ბევრს ფიქრობენ და იმიტომ რომ მე დამოკიდებული ვიყავი იმაზე, როგორ შემაფასებდნენ. მე არ მქონდა ჩემი სტრატეგია მოქმედების, არ ვიცოდი ვინ ვარ, რატო დავიბადე, რა უნდა გავაკეთო და მუდმივად დამოკიდებული ვიყავი ვინ როგორ შემაფასებდა და წარმოიდგინე ვერ გებოდი რომ აი ამან თუ ესე თქვა ესე უნდა გავაკეთო. ანუ რამხელა ენერგიას ხარჯავ და პოტენციალს კარგავ ამ დროს. ხო და ნუ საკუთარ თავშიც ესეთი დაჯერებული არ ხარ. აბსოლუტურად არ ხარ. მე იქნები, როდესაც იქნები მისიაში და რესურსში. კი, საერთოდ არ ხარ თავდაჯერებული და
აი ჩამქრალი ხარ რაღაცნაირი. იმიტომ რომ გარე ენერგიებზე როდესაც დამოკიდებული ადამიანი ყველა ვარიანტში იქნება სუცვალებადი. კი, და აი ადამიანი რო იბადება, რა უნდა? უნდა მატერიალური საღება, უნდა აღიარება და უნდა ის სერვისი და კომფორტი. თუ არ არის სწორ რეალიზაციაში, ამ შემთხვევაში მუდმივად აქვს შიში, რო ვერ მიიღებს. და მოქმედებს შიშიდან და თუ რეალიზაციაში ამ შემთხვევაში შიში ქრება და მოქმედებს აი უბრალოდ creative, ანუ შემოქმედებით მდგომარეობაში ცხოვრობს და ისე გადარჩენის მდგომარეობაში. აი მატერიალური საღება რო თქვი, ალბათ ეგ რაღაც უსაფრთხოებასთან არის ხო და ანუ კავშირში. აი სამი რო ჩამოთვალე. ეს არის რო იბადება ადამიანი, რა უნდა? უნდა სარგებელი, სასარგებლო, კი, მაგრამ როგორ მიდის ამისკენ? მიდის ან გადარჩენით, რომ აი უნდა გადავჭე და ეხა სასწრაფოდ მოვიპოვო და რო ვერ მოვიპოვო და მუდმივად შიში. ან მიდის შემოქმედებით. ხო, ისედაც ხო ორი ენერგია ამბობენ, ხო, რაც გმართავს არის შიშის ენერგია, ან რწმენის და შემოქმედების. ზუსტად, კი. და აი მისიების მიხედვით შეგვიძლია ჩავშალოთ, წარმოიდგინე შიშებით. აი მისია 1, 4 და 7 და გვაქვს 3 ძირითადი შიში, ეს არის დროის და შესაძლებლობების დაკარგვის შიში, ურთიერთობების და მატერიალურის. აი მისია 1, 4 და 7 პირველადი შიში არის დროის და შესაძლებლობების დაკარგვის შიში და ამიტომ ამ ადამიანებს მუდმივად აი ეჩქარებათ, გონიათ რომ ვერ ასწრებენ რაღაცას, აი მე ხომ ისე 4 მაგ და მომენტებში ვიჭერჩემ თავს, რომ აი სადღაც მეჩქარება, კი. მისია 2, 5 და 9 არის ურთიერთობების დაკარგვის შიში. 2-იანს ნებისმიერი სახის ურთიერთობის დაკარგვის ეშინია, 5-იანს მხოლოდ სასარგებლო ურთიერთობების და 9-იანს იმ ურთიერთობების, სადაც ეს მე შენ მე გაცვლა აქვს. ხოლო 3, 6 და 8 აი ამ ენერგიებს ეშინიათ მატერიალური. პირველი არის მატერიალურის დაკარგვის შიში. შემდეგ მოდის დრო და შესაძლებლობები და შემდეგ უკვე ურთიერთობები. აი ეს არის ჩაშლა და აქედან გამომდინარე ადამიანს რო ესაუბრები უკვე იცი რა უნდა მის ეგოს, რა არის მისი პირველადი შიში და შესაბამისად ფასეულობა. შემდეგ უკვე როგორ მოქმედებს მისიის ენერგიიდან გამომდინარე, ნუ პირადი წელი თუ იცი განსაკუთრებულად კარგად გაშიფრა უკვე რომ რა მოქმედებს მასზე მიმდინარე წელს და აქედან გამომდინარე რაღაცნაირად პირდაპირ პორტრეტი გაქვს და ანუ მაგ შემთხვევაში ხო აღარ გაქვს განსჯის ან რაღაცა ბრძოლაში შესვლის სურვილი. გესმის რომ პროგრამაშია. ყველა თავისი პროგრამით მოქმედებს და თავისი მისიით. ამიტომ იმ 80% ადამიანებიდან ასვლა ზუსტად იმ 20%-ში ხდება ამ ცნობიერების განვითარებით და ანალიზით მოქმედებით და უკვე როდესაც აღარ განსჯით და აღარ განვიხილავთ სხვა ადამიანებს და ეგ არის აი ბედნიერება. კი, ნამდვილად. და როგორ უნდა მოხდეს ადამიანი შენთან რომ მოუნდეს რომ გაიკეთოს საკუთარი პროგრამა, ესეც უთხრათ. Instagram-ზე შეუძლიათ რომ მომწერონ Numbers არის ჩემი Instagram-ი, რომელიც სრულიად ექსპერიმენტალურად გავაკეთე და ძალიან რაღაცა ინფორმაციულია ძალიან, იმიტომ რომ სულ საუბრობ ამ თემებზე და ძალიან საინტერესოა. ამ ცოდნას და შესაბამისად და შენ მისიაში ხარ. მე ვარ ჩემ მისიაში და რეალიზაციაში. ჩემი ენერგია იწევა, იმიტომ რომ ნახე, რომ კარგავთ იმ 70%-ს ენერგიის და სულ 30% გრჩება. ის 70% არის ადამიანებში. ანუ შენ რაც უფრო მეტ ადამიანს ამოიყვან იმ 80%-დან, უფრო გადადიხარ წინ იმ 2%-ში. გაცვლა ხდება. ხო, იმიტომ რომ ის თუნდაც აი ყოველი ჩატარებული კონსულტაცია ჩემთვის კიდე უფრო მეტად გაგების მომტანია ამ ყოველფრის, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე ცოდნაა და დიდი ინფორმაცია და არ არის მარტივი. უნდა გაცვალო აუცილებლად უნდა გავაზიარო, ხო, იმიტომ რომ შეიძლება გავგიჟდე წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენი ცოდნა რომ აქვს და არ ვაზიარებ და რაც უფრო მეტ ადამიანს მივცემ სარგებელს, რეალურად მეც მეწევა ენერგია და მოკლედ ძალიან მიხარია ამ საქმიანობაშიც რომ ვარ. ხო, ანუ ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ გეტყობა რომ ხარ ესეთი გაბრჭყვიალებული და ბედნიერი ქალი და ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს გვეხმარება შემდეგ უკვე აღარ ვეწებოთ გარეთ რაღაცა იმისთვის რომ ბედნიერები ვიყოთ. გეთანხმები. ანუ აბსოლუტურად ვარჯიშობ? ვარჯიშობ, დილით ვსავთ. ადრე ვარჯიშობდი?
ადრე ვარჯიშობდი, მაგრამ 7 კილომეტრს არ დავდიოდი. ეხლა რა შვები, აბა? დილით ვსვავთ ფილწყალს, ვაკეთებ ტრანსცენდენტულ მედიტაციას, TMs და ეს არის ჩემი აღმოჩენა. კი. ორჯერ ვაკეთებ და აი ეს ყოველი TM-ი არის მოგზაურობა სადღაც ცნობიერებაში და ერთი სული მაქვს ხოლმე რომ გავაკეთო. დავდივარ 7 კილომეტრს, თუ გარეთ ვერ გავდივარ, სახლში ბილიკი მაქვს და აუცილებლად არ აგდებ. აი ცადე ჩაგდება და იმხელა სხვაობა ვიგრძენი. ანუ აბსოლუტურად ილუზიებში წავედი. წამოვიდა ნეგატიური ფიქრები. მეც ხო ტესტავ ყველაფერს საკუთარ თავზე და ისევ აზიარებ. და აი მე მივხვდი რომ არ უნდა ჩავაგდო. აუცილებელი სიარული აი მართლაც აუცილებელი. მართლაც აუცილებელი და რა შვება რომ 5 შეგრძნების ორგანოს რომლითაც აღვიქვავთ სამყაროს აქტიურებს. და ის ემოციური ფონი იწევს ქვემოთ. ანუ მე უკვე შემდეგ რაღაცა ადეკვატურად ვუყურებ სამყაროს. აი ეგ ძალიან დიდი ჰორმონალური ფონი ბალანსდება თან და კი ყველასთვის მგონია რომ ნუ თუ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა არა, თუ ვისაც შეუძლია სიარული, ნუ თუ თავიდანვე არ შეგიძლია 7 კილომეტრი, შეგიძლია ნელ-ნელა დაიწყო და აუცილებლად მალე მახვალ 7 კილომეტრზე. მე ორგანიზმი გთხოვს. გთხოვს, აი მქონია რა იმოდი დღეს ვიგორავებ, მაგრამ არა. აი შინაგანად ის გთხოვს, იმიტომ რომ მიჩვევა იცის ამ ყველაფერს. კი, მიჩვევა იცის და შენ უკვე იმ მდგომარეობაში იმდენად კარგად ხარ. რომ უკვე მე ეჯაჭვები მაგ კარგ მდგომარეობას და ძალიან კარგი. ასევე, ნუ რა თქმა უნდა, კვება და ძილი ეს არის აუცილებელი. როგორი კვებები? ვიკვებები დღეში 3-ჯერ, 4-ჯერ. და ნუ ვიღებ რაც საჭიროა ჯანკს, რა თქმა უნდა, არ ვეძალები. ხანდახან ეხა ხდება. ხანდახან ხდება, კი. ალკოჰოლი ფაქტიურად ამოღებულია ჩემი ცხოვრებიდან. ხო, აი ეს მოყევი და რა შეიცვალა შენ ცხოვრებაში, რაც ალკოჰოლი სიგარეტს არ ეწევდი? სიგარეტს ვეწეოდი და აღარ ვეწევი. ეგეც ძალიან წეველი არასდროს არ ყოფილვარ, მაგრამ ნუ მქონდა ხოლმე სოციალური წეველი და ალკოჰოლის ამოღებამ განაპირობა ის, რომ მე ადეკვატურად დავინახე რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ანუ უცებ თითქოს აი რაღაცა ღრუბელი გადავიდა და ეს მოხდა 3 იანვარი იყო ბოლო დღე, როდესაც მე ალკოჰოლი მივიღე და იმის მერე 7 თვე საერთოდ წვეთი არ მქონდა მიღებული და მე მაინტერესებდა რა შედეგი ექნებოდა და ერთი ჭიქა და კატასტროფა იყო. არ მოგეწონა. აი ის მდგომარეობა იმდენად არ მომწონს, რომ ცნობიერება მეცვლება, რომ აი მივხვდი რამდენად გვითიშავს ანალიზს, გვიგდებს ენერგიის დონეს, ნუ dehydration და ეს ყველაფერი კიდე ცალკე ფიზიკურად როგორ გვანადგურებს, მაგრამ აი ის რომ ვამბობთ, რომ დახვეწილი ინტელექტი, ანალიზის ჩართვა, ემოციების მართვა, ვერაფერს ვერ აკეთებ. რა თქმა უნდა. თან შენ მუშაობა რო გიწევს ხა ადამიანებთან, ენერგეტიკული ფონი მნიშვნელოვანია შენთვის, ხო ეს სიხშირეების სუფთა უნდა კონდეს, რომ კონდეს ენერგია ამის. და დავინახო ადამიანს რა, ანუ კონსულტაცია რა არის, რომ რა ტანჯვაშია იმ მომენტში ადამიანი რომ მოუხსნა. ეგ არის მთელი ფილოსოფია და მე თვითონ თუ ვერ ვიქნები თქვა ადეკვატური არ მინდა იმ 80%-ში გადავარდე ხა და განსჯა დავიწყო, მაგრამ ძალიან ბევრი თქვა ჰილერები, ესე ბჭყალებში არ ვიცი, ნუ ბევრი თქვა უწოდებს საკუთარ თავს ჰილერს და მინახავს რომ თამბაქოს ეწევიან და დღემდე ვერ მივიღე მე ეს ინფორმაცია, მაგრამ რა ვიცი შეიძლება ხო, მე ვერ ხვდები, ხო. მე მაინც მგონია რომ თუ გინდა რომ სუფთა ენერგიებში იყო და დაბალანსდე, ტოქსიკური ნივთიერებები უნდა მოაშორო შენი ცხოვრებიდან. გეთანხმები. ესე მჯერა. ეს არ ეხა რო ვაცნობებ, ეს არ ყოფილა გამიზნულად, იცი და არ იყო თავისთავად ენერგია რო აიწია. აღარ მინდა. ანუ აი იმდენად არ მსიამოვნებს ნებისმიერ ეგეთი ის რეალურად რაღაც გაქცევა არის. ალბათ. ნუ ზოგ შემთხვევაში დამოკიდებულებაც არის. მაგრამ იმ შემთხვევაშიც არ არის დამოკიდებულება, რაღაც გაქცევა არის და სიცარიელი შევსება და მე რო აღარ გჭირდებოდა თავისთავად წავიდა. ანუ აი აღარ ჩემ შემთხვევაში ესე იყო. მეგრე მოხდა, ხო? აი თავისთავად და აი ჩემი მასწავლებელი ამბობს, რომ სიგარეტი რო ეწევი, ხო, არის ილუზიებში წასვლა.
და ანუ ალკოჰოლიც იგივე. რომ ანუ შენ რეალობაში ვერ ხარ ბედნიერი და ვერ დუნდები და რაღაცა გჭირდება იმისთვის და სხვათა შორის ყველაზე მეტად 4-იანებს აქვთ ეგ პრობლემა. რომ იმდენად დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება აქვთ 4-იანებს, რომ და მისია 4-შიც არის ეს, რა თქმა უნდა, რომ რაღაცით ტკბობისკენ მიისწრაფიან ხშირად. და ძალიან ბევრი არის აი ედიქტით რა, ანუ აი რაღაცის მიმართ. დამოკიდებულება. ბევრი кейსი მქონდა ეგეთი და ნუ მე უკვე რა უხსნი, რომ აუცილებელია სხეულის დისციპლინა, რომ ენერგია ჩამოიტანონ სხეულში და იგრძნონ, აი დამიწყდნენ და იგრძნონ საერთოდ მატერია რა არის, აი შემდეგ უკვე ნელ-ნელა გამოდიან მაგ მდგომარეობიდან. რა ბედნიერებაა, რომ ამდენ ადამიანს ეხმარები. მე ძალიან მიხარია, მეც რომ მირეკავი, ნუ თუ სიარული უნდა დამეწყო, მეუბნებიან, აი ნუ თუ ეს იყო. კი. ანუ ეს სიარულითაც კი იცვლება გარემო. მოკლედ რომ ვთქვათ, ესე იგი, სანამ მიხვალთ ნინასთან და გაიგეთებთ თქვენ, ესე იგი, პირად პროგრამას გაიგებთ, აუცილებლად 7 კილომეტრი იარეთ, მეგობრებო. ასევე ივარჯიშეთ და, რა ვიცი, ტოქსიკური ნივთიერებებისგან ეგ ძალიან შორს დავიჭიროთ თავი. მედიტაცია, თბილი წყლის, იმიტომ რომ წყალი არის სიყვარული. და ანუ ჩვენი 70% შედგებით წყლისგან და შესაბამისად მოკლედ ყველას ვუსურებ ბედნიერებას და დავაყოლებ კიდე იმას, რომ მიზანი არის, რომ ვიცხოვროთ გულით და გავხსნათ გულის ჩაკრა და აბსოლუტურად გამოვიდეთ აი იმ რაღაცნაირად შეზღუდვებიდან, რაც არის ქვეცნობიერის პროგრამა და აი შემოქმედებით მდგომარეობაში ვიყოთ. ეს არის რასაც მოაქვს ბედნიერება. რასაც მოაქვს ბედნიერება, ხო? და ის რომ თვითკმარი ხდები და აი გარეთ აღარ გჭირდება, ანუ რაღაცა გარედან მიღებული ენერგიების ძებნა. ის თუ იქნება, კაია და გაბედნიერებს დამატებით, თუმცა მაგაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. არ უნდა იყო, ხო? მაგ შემთხვევაში ხარ თავისუფალი. ძალიან გამიხარდა ნინა რომ დიდი მადლობა, ძალიან კაი იყო ჩვენი საუბარი და მეც ძალიან მიხარია და წარმატებებს გისურვებ. შენც ასევე და ძალიან მიხარია რომ აკეთებ ამ საქმეს. კი და მე მიხარია რომ გაგიცანი და დაგიმეგობრდი. მეც ძალიან დიდი მადლობა. კარგად.